არჩილ ჩხაიძე, ქალაქ თბილისის 103 საჯარო სკოლის დირექტორი. მიხარია რომ ვაკეთებ შენთვის საყვარელ და ძვირფას საქმეს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა და ვიღაცა მიფიქროს რომ მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლები, სტუდენტობის წლები უცრებობდი რომ მასწავლებელი ყოფილიყავი, მაგრამ ეს ნამდვილად ასე არ არის. როდესაც დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, გამომიძახეს სამხედრო სამსახურში უნდა მემსახურა, მაგრამ გამოსავალი მან ორი რამ იყო. ერთი ის რომ ან უნდა ყოფილიყავი დაოჯახებული და ბავშვი უნდა ყოლო და ან კიდე უნდა გემსახურა სოფლის სკოლაში. როდესაც ჟურნალი დავიკავე ხელში და შევედი გაკვეთილის ჩასატარებლად და ბავშვმა რომ მასწავლებელო მითხრა სულ სხვა ადამიანად ვიქეცი, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი მომენტალურად და დღეს შემიძლია ხმამაღლა თქვა რომ მადლობა უფალს რომ ვაკეთებ იქ საქმეს, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. გავიდე წლები, უკვე 45 წელი მიდის რაც სკოლის დირექტორის რანგში ვარ და ხელმძღვანელობ სკოლას და ვიდრე არ ვიფიქრებ იმას რომ ჩემ საქმეს ვერ ვაკეთებ ისე ხარისხიანად როგორიც მინდა მე ეგ იქნება სწორედ ის მომენტი როდესაც ქუდს დავიხურავ და გამოვიხურავ კაბინეტის კარებს. დირექტორის პროფესია ნამდვილად არ არის მარტივი, საკმაოდ დიდ შრომასა და ენერგიას მოიცავს და ყველაზე მთავარი და უმთავრესი რაც არის, მას უნდა გეყვარდეს შენი საქმე რა. მთავარი მიზანი ის რომ ემსახურები ბავშვებს, ან მომავალი თაობის სწავლისა და აღზრდის საქმეს, აი ამ მიზნისკენ სწრაფვა არის ის, რაც შეუძლებელსაც კი შეგაძლებინებს ადამიანს. სკოლის მართვა მიმაჩნია დღეს არის ის, რომ მართავ ქვეყანას 15-20 წლის შემდეგ სწორედ იმ მოსწავლეების მეშვეობით, ვინც დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან და 55 ბავშვი ამთავრებს სკოლას წელს. და არანაირად არ მინდა რომ 55 სტუდენტი გახდეს. მე მინდა რომ 55-ვე ღირსეული მოქალაქე იყოს და კარპიროვნებად ჩამოყალიბდეს. აი დანიის თუ ფინეთის ეროვნულ მიზანში დევს ეგეთი რამე, რომ აღზარდოთ ღირსეული ამომრჩეველი. წლიდან ვარ 103 საჯარო სკოლის დირექტორი. სკოლა არის ორსექტორიანი, ქართული და სომხური სექტორი არის. აი რასაც მინდა ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იმისა, რომ ეთნიკურ ნიადაგზე ბავშვებს შორის კონფლიქტი ყოფილიყოს. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ეროვნებას, ყველა ოჯახის წევრია, თითოეული მოსწავლე განურჩევნად ეროვნებისა არის 103 საჯარო სკოლის მოსწავლე და თანაბარი მიდგომა გვაქვს აბსოლუტურად ყველას მიმართ. სომხურ სექტორზე ქართული ეროვნების მოსწავლე სწავლობს. ქართულ სექტორზე უამრავი სომეხი ბავშვიც არის და ეს ჩვეულებრივი ამბავი არის დღეს სუვერენული სახელმწიფოა და სახელმწიფო ენისენა უპირველესი და უმთავრესია, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირიქით ხელს უწყობთ ხოლმე რომ მშობლიური ენა არ დაივიწყოს, საკმაოდ მაღალ დონეზე მიდის სომხური ენის სწავლება. ჩვენ სომეხი ეროვნების მოსწავლეებს აქვს შესაძლებლობა რომ სომხური ტრადიციების, ხელოვნების, კერძოდ ცეკვას ეზიარონ, ამის პროება სკოლაში შექმნილი არის, ეს უმთავრესი არის. შეიძლება ბავშვი რაღაც ნიჭი არის, უნარი არის და სკოლამ უპირველესად უნდა შეძლოს, რომ აი ამ უნარის განვითარებას შეუწყოს ხელი და რაც დავისახე მიზნად ის იყო, რომ
სკოლაში შემექმნა შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ სხვადასხვა წრეებში და სექციებში დასაქმებულიყვნენ ისინი. მაღლა და ამაყად მინდა ვთქვა, 2020 წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ფრენბურთელი გოგონები გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და მოვიპოვეთ საერთო მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე ბრაზილიაში უნდა გამგზავრებულიყავით. ეხლა მუშაობა მიდის პროექტზე, შენ წიგნები შეიყვარე გულით და ისინი გასავლიან ფრენას, ხუთა ბერლავას ალექსიდან არის ეს ფრაზა ამოღებული და აქაც ეს ბავშვების მეშვეობით ხდება და მთავარი რაც არის ეხლა კიდე მან დრო ვცდილობთ რომ მეორადი მასალები იქნას გამოყენებული. ამ მეორადს მიცემული აქვს ესე რომ თქვა სასაქონლო სახე, რომელიც გამოყენებული იქნა კედლებზე პანოების მოწყობისას. სამპანოების მუშაობისას როცა ვაკვირდები ხოლმე რომ აი საოცარ დაუკიდებულებას ხედავ ბავშვების მხრიდან. განა ის რომ ვიღაცამ დაავალა და აკეთებენ, არამედ ის რომ აი თითქოს რისი სურვილიც იყო, უნდა ეკეთებინათ მათ, თითქოს იმას აკეთებენ ზუსტად და ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის ყოჩაღი პედაგოგიკოს საკითხით გალბატონელია ცანავა. კედლები დაფლილი მაქვს და მე ვთქვი ყველა კედელი აბსოლუტურად უნდა მოიხატოს მეთქი. ბუნებრივი ადამიანი ფიქრობს, რომ შენი ყოფილი მოსწავლეები, აბა როგორ არიან. მიხარია, არ ვიცი, ჩემი წვლილი რამდენად არის მათში, მაგრამ ჩვენ სკოლაში ორი ბავშვი არის ისეთი, რომელიც ჩემი ყოფილი მოსწავლის შვილიშვილია. ყველაზე მეტად აი მართლაც ეს პროფესია რატო არის საინტერესო და რატო იცის შეყვარება, რომ მოლოდინი გაქვს იმისი, რომ აი შენი მოსწავლეებს სადღაც კარგად დაინახავ. ამას დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ეს არის ის, რაც გაფიქრებინებს იმას, რომ მართლაც ღირს ცხოვრება და მართლაც სწორი პროფესია გაქვს არჩეული და სწორად გაქვს შერჩეული შენი ადგილი ცხოვრებაში. მართლაც გულწრფელად ვამბობ, რომ ყოველ დილით ხატის წინაშე დგები და უფელს ვევედრები, რომ მომეცი შესაძლებლობა და უნარი იმისა, რომ ღირსეულად ვაკეთო ის საქმე, რაც მევალება. შეცდომა ორ ადამიანს არ ეპატიება ყველაზე მეტად, რომელიც აუცილებლად ტრაგიკულად დასრულდება. ერთი ეს არის ექიმი და მეორე ეს არის აღზრდა და სკოლა. ვიდრე ძალა და ენერგია გამოჩნია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ვემსახურო სკოლას, ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, იმიტომ რომ მიმაჩნია ეს არის ქვეყნის სამსახური.